რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავეცანით კანონზომიერების აღწერის 4 ხერხს. პირველი ხერხი ეს არის უბრალოდ მიმდევრობის წევრების სათითაოდ ჩამოწერა. მეორე ხერხი არის კანონზომიერების სიტყვიერი აღწერა. ესე იგი, ჩვენ როდესაც აღმოვაჩენთ რაიმე წესს და შემდეგ ამ წესს ჩამოვაყალიბებთ სიტყვიერად. მაგალითად, ვამბობთ, რომ მიმდევრობის ყოველი მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრისთვის 3-ის დამატებით. ან მიმდევრობა არის გამეორებადი, მასში მეორდება რიცხვთა წყვილი 1, 2. მესამე ხერხი ეს არის კანონზომიერების რეკურენტული აღწერა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვწერთ გამოსახულებას, რომელიც აღწერს თუ როგორ მიიღება წინა წევრებისგან მომდევნო წევრი. და აგრეთვე გვჭირდება ვთქვათ, თუ რისი ტოლია პირველი წევრი, ან პირველი რამოდენიმე წევრი. ესე იგი, ვწერთ პირველ რამოდენიმე წევრს და შემდეგ ვწერთ წესს, რომლითაც მათგან მიიღება შემდეგი წევრები და ასე შემდეგ. და მეოთხე ხერხი ეს არის კანონზომიერების აღწერა ფორმულით, ანუ ალგებრული გამოსახულების გამოყენებით, როდესაც პირდაპირ ვწერთ ფორმულას, თუ როგორ მიიღება n-ი. n-ი უდრის და რაღაც გამოსახულება, რომელიც შეიცავს n-ს. განვიხილოთ მაგალითები. მაგალითად, როგორ შეიძლება კენტი რიცხვების მიმდევრობის აღწერა. კენტი რიცხვების მიმდევრობა შეიძლება აღიწეროს ფორმულის საშუალებით. და ეს ფორმულა a-n ტოლია 2n - 1, სადაც n იცვლება 1-დან 2 და ასე შემდეგ, სადამდეც გვინდა კენტი რიცხვების ჩამოწერა. მაგალითად, თუ გვინდა კენტი რიცხვები 20-მდე, ანუ უпростоრად პირველი 20 კენტი რიცხვი n იცვლება 1-დან 20-მდე. ანალოგიურად ნებისმიერი სხვა დიაპაზონი შეგვიძლია ავიღოთ. ამით მივიღებთ კენტ რიცხვებს, მართლაც პირველი რიცხვი a1 ტოლია n-ის მაგივრად ჩავსვავთ 1-ს, მივიღებთ 1-ს, a2 ტოლია n-ის მაგივრად ჩავსვავთ 2-ს, მივიღებთ 3-ს, a3 ტოლია n-ის მაგივრად ჩავსვავთ 3-ს, მივიღებთ 6 გამოკლებული 1 იქნება 5 და ასე შემდეგ, თუ გავაგრძელებთ, მივიღებთ პირველ 20 კენტ რიცხვს. შემდეგ ლუწი რიცხვების მიმდევრობა. ლუწი რიცხვების მიმდევრობა იწერება ანალოგიურად an ტოლია 2n-ის. და ასევე უთითებთ დიაპაზონს. n იცვლება 1-დან სადღაცამდე, სადამდეც გვინდა, რომ რამდენი ლუწი რიცხვიც გვინდა, რომ დავწეროთ. ვთქვათ, პირველი 10 ლუწი რიცხვი, ესე იგი n იცვლება 1-დან 10-მდე. შესაბამისი რიცხვების ჩასმით მივიღებთ ყველა ლუწ რიცხვს. ამ პირველ 10 მივიღებთ პირველ 10 ლუწ რიცხვს. როგორ აღწეროთ პერიოდული მიმდევრობა ალგებრული გამოსახულების საშუალებით? აი მაგალითად, ჩვენ თავიდანვე განვიხილეთ ასეთი მიმდევრობა 1 2 1 2 1 2 და ასე შემდეგ. ესე იგი მეორდება აი ეს წყვილი 1 2. თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ადვილად შევამჩნიოთ, რომ ამ მიმდევრობაში კენტ ადგილებზე წერია 1. ანუ 1 წერია პირველ ადგილზე, 1 წერია მესამე ადგილზე, 1 წერია მეხუთე ადგილზე, შემდეგ იქნება 1 მე-7 ადგილზე
და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კენტი ნომრების მქონე წევრები ამ მიმდევრობაში არის ყველა ერთი სტოლი, ხოლო ლუწი ნომრის მქონე წევრები არის ორი სტოლი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ფაქტიურად ორი ფორმულა. ერთი კენტი ნომრების მქონე წევრებისთვის, ესე იგი A2n - 1 ტოლია 1-ის. n იცვლება 1-დან სადღაცამდე. სადამდეც გვინდა, ანუ რამდენი წევრიც გვინდა და ლუწი ნომრების მქონე არის 2 სტოლი. აქაც შესაბამისად 1 იცვლება 1-დან სადღაცამდე. აი ამ წესის მიხედვით ჩვენ ადვილად მივიღებთ ნებისმიერ წევრს ამ მიმდევრობაში. მაგალითად, თუ არის შეკითხვა რისი ტოლია A1, 1 არის კენტი რიცხვი. შეკითხვა რისი ტოლია მაგალითად A2, A2 ლუწია, 2 ლუწი რიცხვია, ამიტომ A2 იქნება 2 სტოლი. და ასე შემდეგ. ნებისმიერი რიცხვისთვის ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ იმ რიცხვის შესაბამისი წევრი ამ მიმდევრობის, ანუ იმ ნომრის მქონე წევრი რისი ტოლია. ეხლა განვიხილოთ რეკურენტული მიმდევრობის ერთი საკმაოდ ცნობილი მაგალითი, ანუ მიმდევრობის, რომელიც რეკურენტული ხერხით მოიცემა. ეს არის ეგრეთ წოდებული ფიბონაჩის მიმდევრობა. ამ მიმდევრობის წევრები მიიღება ასეთი წესით. პირველი წევრი და მეორე წევრი არის ერთი სტოლი, ორივე ერთია. ხოლო ყოველი შემდეგი წევრი მთელ მიმდევრობაში მიიღება წინა ორი წევრის შეკრებით. ესე იგი, ამ შემთხვევაში შემდეგი წევრი, ანუ მესამე წევრი იქნება ამ ორი წევრის ჯამი. 1-ს მივუმატოთ 1, ეს არის 2. შემდეგი წევრი იქნება 2-ის და 1-ის ჯამი. ესე იგი 3. შემდეგი იქნება 3-ის და 2-ის ჯამი. ესე იგი 5. და ასე შემდეგ. 8, 13, 21. ამ მიმდევრობის რეკურენტული გამოსახულება, ანუ ალგებრული გამოსახულება, რომელიც მიმდევრობას რეკურენტულად აღწერს, არის ასეთი. ესე იგი, როგორც უკვე ვთქვით, პირველი ორი წევრი, ორივე არის ერთმანეთის ტოლი და უდრის 1-ს, ხოლო შემდეგ ნებისმიერი წევრი მიიღება წინა ორი წევრის შეკრებით. სადაც n იცვლება, რადგან პირველი ორი წევრი ვიცით, ამიტომ n უნდა იცვლებოდეს 3-დან, იმიტომ რომ მესამე წევრის გაგება გვაინტერესებს. და ასე შემდეგ სადამდეც გვინდა, ანუ რამდენი წევრის მოძებნაც გვსურს. აი ეს არის რეკურენტული წესი, რომელიც აღწერს ფიბონაჩის მიმდევრობას. ვიმეორებ, ფიბონაჩის მიმდევრობა ეს არის ისეთი მიმდევრობა, რომელშიც ყოველი წევრი მიიღება წინა ორი წევრის შეკრებით, ხოლო პირველი ორი წევრი არის ორივე ერთი სტოლი. გარდა რეკურენტული წესისა არსებობს კიდევ რაღაც ფორმულა, რომელიც აღწერს ფიბონაჩის მიმდევრობას, თუმცა ეს ფორმულა საკმაოდ რთულია, მისი გამოყვანაც არც ისე ადვილია, ამიტომ ეხლა ამას არ შევეხებით.